საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში იწყებს ვიზიტს. დიპლომატს თურქი კოლეგა უმასპინძლებს, შეხვედრა შედგება თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ანა ბროლაძე აშუქებს ვიზიტს და გვერდება მოამბის ეთერში. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქეთში პირველ ვიზიტს დაიწყებს ანეთ ქაბირში სტუმრობით ტრადიციულად, სადაც ის გვირგვინით შეამკობს ათათურქის მავზოლეუმს და ამის შემდეგ საქართველოს პირველი დიპლომატი უკვე გადაინაცვლებს თურქ კოლეგასთან ჰაქან ფიდანთან შეხვედრაზე. პირისპირი შეხვედრის შემდეგ უკვე მედიისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები და მოვისმენთ პოლიტიკურ გზავნილებს სტრატეგიული პარტნიორების ქვეყნის პირველი დიპლომატებისგან. ბუნებრივია დღის წესრიგის და მსჯელობის საკითხი იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და ის თემები, რომელიც დგას სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის დღის წესრიგში. თურქეთი არის აქტიური მონაწილე იმ პროცესების, რაც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე დიალოგი ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, გარდა იმისა, რომ ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს საქართველოს თურქეთთან, გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ორ ქვეყანას შორის განსახილველი, რამაც პოზიტიური როლი უნდა შეასრულოს ჩვენი რეგიონის კიდევ უფრო განვითარებაში. საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრების და ერთობლივი განცხადებების შემდეგ საქართველოს პირველი დიპლომატი უკვე გადაინაცვლებს პარლამენტში თურქეთის, სადაც მას უმასპინძლებს პარლამენტის თავმჯდომარე და შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრებით მაკა ბოჭორიშვილი მინისტრის რანგში დაასრულებს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ვიზიტებს სამეზობლოში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის მისი პირველი სტუმრობა თურქეთის დედაქალაქში. მადლობა ანა ბროლაძე იყო პირდაპირ ეთერში.